კოლუმბიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა საკვების ახალი 3D პრინტერი სახელად Good Algorithm შექმნეს, რომელიც ალგორითმის მეშვეობით სრულიად ახალი ტექსტურის პროდუქტების შექმნას ხდის შესაძლებლობას. 3D პრინტერი გათვლილია როგორც რესტორნებისა და სხვა საკვებ კომერციულ ობიექტებზე, ასევე სრული შემთხვევაში საოჯახო სამზარეულოზეც. საინტერესოა, რომ ბეჭდის პროცესში ადამიანების მიერ კერძებისა თუ ინგრედიენტების პარამეტრების კონტროლი შესაძლებელია. ინტერნეტი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ალბათ ხშირად გიფიქრიათ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს მსოფლიოში ინტერნეტს. დღეის მდგომარეობით ინტერნეტს 3.9 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 80.9%-ია. 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 51.3% იყო. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ინტერნეტს მოსახლეობის 45.3% იყენებს. 13 წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.7% შეადგენდა. ხოლო რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, 3G ან უფრო მაღალი სიჩქარის მობილურ ინტერნეტს გამოყენება მსოფლიოს მოსახლეობის 90% შეუძლია. Apple-ის შვილობილმა კომპანიამ Beats-მა ახალი ყურსასმენები Beats Solo Pro წარადგინა. მოწყობილობის ბატარეა 22 საათის განმავლობაში ძლებს. ყურსასმენს 6 სხვადასხვა ფერის დიზაინი აქვს. მომხმარებელს საშუალება ექნება Beats Solo Pro-ზე თავად არეგულიროს ხმაურის შეხშობის დონე. მოწყობილობის ფასი 299.95 მიაზრედი ამერიკული დოლარი იქნება და ის გაყიდვაში 30 ოქტომბრიდან ჩაეშვება. ბრიტანეთში ქმარმა ცოლის თითის ანაბეჭდით დაბლოკილი Galaxy S10 თვითონ გახსნა. შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა Galaxy S10-ზე ბლოკს ყველა თითის ანაბეჭდი ხსნის. Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ პრობლემას მალე კომპანია გადაჭრეს, რადგან ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, smartphone-ის სკანერი ულტრაბგერების საშუალებით აღიქვამს ნებისმიერ თითის ბალიშს და ხსნის ტელეფონის ბლოკს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლევარებმა ძუძუს კიბოს ვაქცინას შესაძლოა 8 წელში ხელმისაწვდომი გახადონ. ვაქცინამ შესაძლოა ძუძუსა და საკვერცხეების კიბოს განვითარება და განმეორება შეაჩეროს. როგორც მკვლევარმა კეით კნუდსონმა თქვა, კვლევა ადრეულ ფაზაშია და 3 წელი მაინც არის უმცირე საჭირო, რომ ვაქცინამ მრავალი პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პირველი რობოტი ძაღლი სახელად Spot-ი გაყიდვაში ჩაეშვა კომპანიამ Boston Dynamics, რომელიც რობოტ ძაღლებს აწარმოებს. სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რობოტი ძაღლი სახელად Spot-ის შესაძლებლობები ენაჩვენებენ. საიტზე რობოტი ძაღლის ფასი მითითებული არ არის, თუმცა რობოტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით იმდენივე იღირება, რამდენიც ახალი მანქანა. 2020 წლის 31 იანვრიდან ყველა ახალი Android smartphone უნდა გადავიდეს Android 10 საოპერაციო სისტემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში Google არ გაუგრძელებს კომპანიებს ლიცენზიას Google Mobile Service და ისინი Huawei-ის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მართალია არის მცირე ნიუანსი, თუ მოწყობილობა სერტიფიკატს მიიღებს აღნიშნულ თარიღამდე და იქნება Android 9, მისი გაყიდვაში შემოტანა მაინც იქნება შესაძლებელი. Google-ს და მოტივაცია გაუჩინოს წარმოებლებს უფრო სწრაფად განახლდნენ ახალ ვერსიებამდე. Android 10 უკვე თვეზე მეტია გამოსული, ხოლო კომპანიები ჯერ კიდევ უშვებენ smartphone-ებს წინა ვერსიებით. სულ ცოტა ხნის წინ Sony-მ დაანონსა, რომ 2020 წელს PlayStation 5 გამოვა. როგორც ამბობენ, PlayStation 5-ს განახლებული და შეცვლილი joystick-ი ექნება, შეცვლილი და გაზრდილი იქნება კონსოლის მონაცემებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლებს ბევრი სიურპრიზი არის, რადგან გრაფიკული ვიზუალის მხრივ ცვლილებები გეიმერებს ახალ სამყაროს დაანახებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.